მშვიდობისა, მაია მოგესალმები. გამარჯობა ჩვენო ძვირფასო მაყურებელო. დღეს თქვენთვის მოვამზადეთ რომანტიული ამბავი, ძველი ალბომები. მოგზაურობა წარსულშიო, მაიამ ასე მიბრძანა. იყოს ასე. მაიამ აჩვენოს მე უფრო მოუხელთებლად ვარ და მაია უფრო მოხერხებულად მაგიდა მოიმზადა. ჩემზე პრაქტიკული აღმოჩნდა, წინ მოაბრუნე თუ შეიძლება და ვაჩვენოთ მაყურებელს რა სილამაზეა ფოტო ალბომები, რომლებიც ინახავს საოცარ წარსულს. ეს მაჩუკა ქალბატონმა ნინო ყიფშიძემ. ეს არის, არ ვიცი, ხელოვნების ნიმუში. ნამდვილად გადაშალე. სადაფებითაა? ეს არის იაპონია. ამას ქვია ურუშის ტექნიკა, ანუ ურუშის ლაქით არის დაფარული. სადაფებით გაწყობილი აბრეშუმის ქსოვილებზე ხელით მოხატვა. ნუ ეს ხელოვნების ნიმუშია ფაქტიურად. ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო მოდერნის სტილი შერეულია უკვე ამაში, იმიტომ რომ ყვავილებით მივხვდებით გარდაჩინულისა, მოდერნის ყვავილებით არის და ჭრილები, ეს ოვალები, ყველაფერი მოდერნზე მიუთითებს. საოცრება. მე მაქვს ფოტოებთან ჩემი დამოკიდებულება. იმიტომ რომ ჩემი ბაბუა, დათიკო ბაბუა იყო ფოტოგრაფი. ქონდა მისი ლაბორატორია, ბაბუა იყო ეტლით მოსარგებლე და კიბის ქვეშ ქონდა, ვერ გადაადგილდებოდა ფეხით, ახალგაზრდობის ამბებია ესა და ეგ ცალკე ამბავია. სევდა და ნაღველი დღეს არ გვინდა. ბაბუა აკეთებდა, აია შენ ამასობაში გვაჩვენე, იმიტომ რომ არ მოვცდეთ. ბაბუა ამასობაში ნახატები გაჩვენოთ. დათიკო ბაბუა იღებდა და ბეჭდავდა ფოტოებს და ისეთი საოცარი კადრები მაქვს, ალბათ ოდესმე ცოტა რომ მოხუცდები და ბევრი ენერგია აღარ მექნება, აუცილებლად გავაკეთებ მისი ფოტოების გამოფენას. ისეთი საოცარი ფოტოები აქვს გადაღებული ასკანაში და ოჯახის წევრებს უღებდა ძირითადად და ეზოში მოსულ ადამიანებს. ამიტომ იმ ლაბორატორიის სიმყუდროვე, იქაურობა ჩემთვის ძალიან თბილია. ჩემს თავზე კიდია ახლა ჩემი დიდი ბებიას და ბაბუას ფოტო 1902 წელია. ქირით გამოტანილი ტანსაცმელი აცვიათ და ბათუმშია გადაღებული ფოტო ატელიეში. ძალიან ლამაზი ფოტოა, დადგმულია რა თქმა უნდა, ასეთი მდიდრები და ასეთი ლამაზებიც არ იყვნენ, როგორც ჩანს, მაგრამ ტანსაცმელი აცვიათ ქირით გამოტანილი, ეს ვიცი, ამბვათ, იქიდან ჩამოტანილი ფოტოა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ოზურგეთში ცხოვრობდა ასეთი სილამაზის წყვილი. წარმოგიდგენია? პეტერბურგიდან დაბრუნდნენ და ბათუმში პრაკატით გამოტანილი ტანსაცმელი აცვიათ ქოლგა, რაღაც დადგმულია, მოკლედ გაკეთებული ფოტოა. კი. ამ ფოტოებზე ახლა აქ რაც მაქვს, აქ გამოფენილი მაქვს, ყველა ჩემი ოჯახის წევრი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი სანათესაოა, ჩემი დიდი ოჯახი, ასე ვთქვათ, გაფართოებული ოჯახი, დეიდაშვილებით, მამიდაშვილებით, ბებია რა პატარა აქვს, ნახე? ეს ჩემი ბებია. და ამ არაჩვეულებრივი სახე, როგორები აცვიათ, შეხედეთ. ეს უკვე ევროპული სტილი როცა შემოვიდა. უკვე დაჯახებული ამბავია. შევიწრავა ეს ჩემი ბაბუა გიორგი. მერთო რა სილამაზეა. მაყურებელს აჩვენე. არა, ეს ესეთი გამოვდა შევიკერო. შეიკერე. შენ მოგიხდება, ნახე ჩემი ბაბუა გიორგი. ალბათ ეხლა ხარობს. რა სილამაზეა, ნახე. ეს ბებია ძალიან ავიყოფილა. და ეკეთა თურმე ჩიხტიკოპი და რომ შემოსულან რევოლუციონერები, საბჭოთა რევოლუცია რომ მომხდარა და შემოსულან ჩიხტიკობის ბროში მოუხსნია შვილიშვილისთვის უჩუქებია და აქ ვარსკვლავი გაუკეთებია იმის მაგივრად, იმათ საამებლად. წარმოგიდგენია? რა ოხერი იყო? ბევრი ისტორია არსებობს მასზე და მის შესახებ, მაგრამ სულ სიავე, ავი იყო. და ყველას ახსოვს როგორც ავი. ხო, ეს უკვე ჩემი ბებია, ის ჩემი დიდი ბებია და ეს ჩემი ბებიას პატარაობა. ნახე რა საყვარელი ფოტოა, ბუთხუზა და საყვარელი. აქ მაქვს ულამაზესი ალბომები, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ზოგი ნაჩუქარი, რომელიც მაჩუქეს, ჩემ ახლობლებმა, ის ქალბატონმა ნინო ყიფშიძემ და ზღაპრული ალბომია. ეს არის სამუზეუმო ექსპონატია ზურაბ. ამას შეხედე როგორია, გაცვეთილი ხავებით. ეს უკვე მოდერნია ევროპა. ჩამოტანილი არც ერთი არსაიდან არ არის, ესეც თბილისური ოჯახიდან არის. სომხურ ოჯახში ვიყიდი ავლაბარში, ქალბატონმა ძლივს შეელია, მაგრამ მაინც გამომატანა, აჩვენე მაყურებელს რა სილამაზეა. ეს იქნებოდა ხავერდი აუცილებლად უკვე დროს თავისი კვალია ეთყობა. და შიგნით ნახე რა სილამაზეა. ესენი ჩემი ოჯახის ფოტოები არ არის. ეს დამნანებია და მშრალხი. აჩვენე რა გთხოვ მაყურებელს, რატო უმალავ? ნახე როგორი სახეებია. მშრალხიძე ნაყიდია სულ. შემხარბებია ეს ძველი ფოტოები. ეს ჩემი მასწავლებლის ნანი ჭელიძის ოჯახია, დიდი მამა, დიდი ბებია. 1923 წელი, ნახეთ. რამდენია 93? 1923 წელი. 23. აქ ჩემი მასწავლებელი ნანი ჭელიძია, ნახე რა საყვარელია. ნანი ეხლაც ისეთივია, როგორიც ამ ფოტოზე. ძალიან საყვარელია. ამ ჩარჩოებში იღიმებოდა და ისმებოდა არაჩვეულებრივად ლამაზი. მაშინ ხო ამას დიდი ტრადიცია ჰქონდა და დიდი
დიდი ამბავი იყო, ნახე რა სიმწვანე და რა ჯერ ლამაზი. ხელოვნება, ნახეთ ეს ზამბარიანის შესაკრავები ხო საერთოდ, ნახეთ. ეს შემთხვევით, ესეც იაპონურია მე მგონი, ან ჩინურია, ან აი ეს არის იაპონური. 1899 წელი, ვიღაცის ინიციალით არის. ესა ოჯახო ალბომია. სუფთა მოდერნია ის სუფთა. ნახე რა სილამაზია, რა სიმწვანე. ორნამენტითაც, შესაკრავითაც, აი არ ვიცი, ფორმები, აი კლასიკური მოდერნი. ამაშიც ჩაახედე ჩვენი მაყურებელი, ეს მოდერნზე და რა გამა. მოდერნი მე მგონი გასაგიჟებელია. ეგეთი პერიოდი ეს იაპონია. საოცარი ტექნიკა. აქ საოცარი ფოტოები მაქვს შეგროვილი, ნახე რა სილამაზის. ეს ფოტო იმის გამო ვიყიდე, მახსოვს რის გამოც ვიყიდე, დიდი მუთაკებია დაყრილი ხავერ იმაზე, რა ქვია, ხალზე, რა ქვია იმას, ხალიჩაზე. დიდი მუთაკები და იმ მუთაკების გამო ვიყიდე მახსოვს და რა მცენარეებიც აქ ჩანს, იმ მცენარეებით ირთვებოდა მაშინდელი ინტერიერები, დიდი ფიქუსებია, ლიმონის ხია, მონსტერაც ჩანს, აგლეონემა ჩანს. ნახეთ აბრეშუმზეა დატანილი ფერწერა. ეს მარტო იაპონიას აქ არ ვიცი საოცრება. ეს ჩემი ბაბუა და ბებია, ციალა ბებია და შაქრო ბაბუა. ნახე რა საყვარლებიან, ეს უკვე რა თქმა უნდა ძველი არ არის ძალიან. ეს ასკანის ალბომში გვაქვს, წულაძეები არიან ასკანის, ბახვის ალბომიდანაა წამოღებული. ესეც არის იქნება სულ 19 საუკუნის ბოლო. შეახედე მაყურებელს არ უნახავს, შეახედე როგორია. აქ ჩემი ბევრი უცნობი ადამიანები არიან ჩემთვის. არ ვიცი, ზოგჯერ მოუტანიათ ასე უცხო, რატომ არ ვიცი. ეტყობა ჩემთან უფრო საიმედოდ ინახება. ესენი ჩემთვის არ არიან ნაცნობი ადამიანები, არ ვიცნობ. ეს ჩემი ბავშვობის ალბომია. მართლა? ასეთი. ეს არის ძველი ლენინგრადი. ესეც. ხო, ეგეც. ის თუ ევროპა, ეს ზუსტად არის ძველი. აწერია კიდეც, ნახეთ. აქ ერთი ფოტო მაქვს, რომელიც მომიტანა, ვინ მომიტანა ეს ფოტო კი არ მახსოვს. ასეთი მქონდა წითელი სახლში. მამიდას ნახე. აგერ გაქვს წითელიც. ხო, ოღონდ ეს თუშის ქალია, თუშის ქალი ალავერდობაზე გადაღებული ფოტოა. ღმერთო ვინ მაჩუქა, რომელიღაცა რესტორატორმა მაჩუქა, მომიტანა, იცოდა რომ მიყვარდა ეს ფოტო. ძალიან ლამაზია. აი ესეთი გემოვნებით შეხედეთ რა. ესე ჩენია, ესე ჩენი ბავშვობა. ეგეც ჩემი ბავშვობა. აჰა, თუმცა ჩემ ბავშვობაში უფრო მარტივი ფოტოალბომები იყო და ძალიან ბევრი იყო ვიეტნამის თუ გახსოვს. არ იყო ჩემს. მე როგორ არ იყო? მე მაქვს სახლში სამწუხაროდ ვერ ვიპოვე გუშინ. ვიეტნამის ეკო მასიურად რო წამოვიდა 50-იანი 80-იან წლებამდე ვიეტნამის ასეთივე ლაქირებული იყო, ორნამენტები იყო აზიური და ძალიან საინტერესო იყო ისინიც. თუმცა ასეთი ხელოვნების ნიმუშები არა. მე უკვე მასიური წარმოება ვიცით ჩვენ. ხო, აი ეგეთი როგორ აფუჭებს მე ხარისხს. ძალიან, თან ძალიან. ეს მასიური ამბავია, გარეგან შეიძლება აბრეშუმი, მაგრამ ხო, ეს არის ჩვენი ბავშვობა, ათლათ ზუსტად. ესეც ძველია. ნახე რა კარგია. ოღონდ ესეც მაინც მუყავოებითა. აქ არის კიდე ერთი არაჩვეულებრივი ნიმუში, ნახე რა სილამაზია გარედან. გაცვეთილი წითელი ხავერდით, წიფე შინდისფერი, აქაც ფოტოები აქვს. სამი მანეთი და 30 გამიქიაწერია. ნახე როგორი სახასიათო ფოტოა, გაგიჟდები. გურულები არიან, ძველი გურულები. ხაიმე რა კაი ფოტოები მქონია და არ ვიცოდი, ამაც არცეც არ ვიცნობ. აი ჩემი ბაბუა. ჩემი დიდი ბაბუა. მირიან შევარდნაძე. 1905 წელია. მირიან 1902 წელი. მირიან შევარდნაძე. იმათი შვილია. ეს ის არის. ეს ის ჩემი ბებია ის რომ მოიხსნა აქა, ბროში რომ მოიხსნა და რომ მიიბნია. ეს არის ოზურგეთში მომუშავე გუვერნანტკა. ესე იგი მდიდარ გურულ ოჯახში, ოზურგეთიდან წამოღებული ფოტოა. ოჯახში მუშაობდა შვილების აღმზრდელად, ასწავლიდა ბავშვებს ფრანგულს და რუსულს. და ლენინგრადიდან ჩამოყვანილი, პეტერბურგიდან ჩამოყვანილი ქალი ყოფილა მასწავლებელი. მე პირველი რასაც უყურებ, მაშინ და ჩაცმულობას ვაკვირდები, ისეთი გემოვნებით ეცვათ. ისეთი განახეთ თეთრი მაქმანიანი, შეახედე მაყურებელმა დაინახოს. და ზემოდან ეს უკვე ევროპული სტილია. და ამ დროს ასეთი გაწვართული იცით რა, ამ ფოტოებზე მე ვერ მოვრჩები და ვერ დავამთავრებ ვერასდროს, ამ ალბომებზე ლაპარაკი ძალიან მიტაცებს და შორს მივყავარ. იმედია თქვენთვის არ გამოდგება ეს ამბავი მოსაწყენი. თქვენც ბევრი გაგახსენდებათ ამ ამბებზე და თქვენი ალბომები მით უმეტეს უფრო დიდ ფასს დაიდებს და მოძებნეთ ძველი ალბომები, ამოიღეთ და იმ სურათებს მოეფერეთ, მოუარეთ. ახლა არის შესაძლებლობა რომ სურათები გააახლოთ. და სურათი ძალიან დიდ ემოციას და ენერგიას ინახავს. ჩემი კი არა, სხვისი ბევრი უცხო ადამიანების ფოტოებიც მაქვს, არა მარტო ჩემი ოჯახის და მე ძალიან უფრთხილდები ამ ამბავს. ნახე რა სილამაზე. ეს ჩემი ავი ბებია.
ჩემი დიდი ბებია ავი. ჩემი დიდი ბებიას დედა. დიდი ბებიას დედა. დიდი ბებიას დედა. ხო, 1902 წელია. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. გამოგვიგზავნეთ თქვენი წინაპრების ფოტოები და მოგვიყევით ამბები მათზე. ბოდიში რომ ცოტა აფორიაქებულები ვართ და ვღელავთ. ვერ ვართ მთლად ფორმაში. ბოდიში არაპროფესიონალიზმისთვისაც ეს ჩვენი საქმე არ არის წესით, არა მაია? ასე გამოდგა რომ ეხლა ნინოსთან წავალთ, იმედია რომ გავხალისდებით ერთად და ნინო ისეთი მონდომებულია, აგერ ისმის მისი ჭახჭახი უკვე შიგნით შემოსული. ნახვამდის დროებით.